გამარჯობათ, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება სკროლოთ ესე თითის ასმით TikTok-ი, YouTube-ი ან ნებისმიერი აპლიკაცია ან ორი თითის ესე ჩვენებით უკან გადმოვთავთ, ხოლო ესე თუ აუსმევთ, შორლებად ავსკროლავთ და შემდეგ ვიდეოზე გადავალთ, ეკრანზე შეხების გარეშე, ანუ ეკრანს არ შევეხებით და ისე ავსკროლავთ თითით. ამისათვის გჭირდება ეს აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ გადმოიწეროთ Play Store-დან და ვაჭერთ ინსტალაციას. გადმოიწეროთ ეს აპლიკაცია. საკმაოდ კარგი აპლიკაცია, ანუ ეხლა მე პირადად ჩემთვის დიდად კომფორტული ამ აპლიკაციის გამოყენება არ არის, რადგან არ მიწევს ისეთ ვითარებაში ყოფნა, რომ ტელეფონი ცალკე დავდო და ესე ხელით ვსკროლო, მაგრამ ვიღაცისთვის ალბათ კარგი იქნება ეს აპლიკაცია გამოყენებისთვის, კომფორტული იქნება და მე ყოველ შემთხვევაში მე შემოგთავაზებთ. კარგი, გადმოწერილია, მოდი ახლა გადავიდეთ გახსნაზე, აქ აპლიკაციის გამოყენებისას სავირჩიოთ, ესე დავაყენოთ დაშვებაზე. შემდეგ მოვნიშნოთ ეს ფუნქციები, ვაჭერთ ეგვრი, ესეც მოვნიშნოთ, OK. შემდეგ გავირჩიოთ ჩამოტვირთული აპლიკაციები და გავაქტიუროთ Special Touch-ი, აი ესე. მოვნიშნოთ და ვაჭერთ OK-ს. ნუ დავალოდოთ ახლა რამდენიმე წამი. OK. შემდეგ ვაჭერთ Next. და აქ უკვე გვაჩვენებს თუ რა უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაჩვენოთ აი ეს თითი, აი ესე. მოდი ახლა ვაჩვენებ. მოდი ესე გავაკეთებ, რადგან ყველაფერი თქვენთვის გასაგები იყოს. ვაჩვენოთ აი ეს თითი ესე. დავალოდოთ შევსებას. ეხლა ვამოძრავოთ, ნახეთ, აი ესე 1 2 3. ამის შემდეგ ორი თითი ვამოძრავოთ, აი ეს დავიჭიროთ ორი თითი, აი ესე. აი ესე. და ხო, ავსკროლოთ ეხლა ეს. აი ეს. ეხლა უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს აპლიკაცია, ნახეთ, აი. აი, ჩავლებდეთ სკროლა. ეხლა გამოვიდეთ ამ აპლიკაციიდან და მაგალითად ავსკროლოთ TikTok-ი. ავირჩიოთ TikTok-ი, გადავიდეთ ჩემს გვერდზე. გადავიდეთ ვიდეოებში. და მოდი ახლა დავტესტოთ თუ როგორ მუშაობს. აი. მინდა რომ გაჩვენოთ თან. ერთ წამით. აი. შემდეგი თუ მინდა უკან გადმოვურთო, ორი თითით უნდა ავსკროლო, ნახეთ. აი, უკან გადმოვურთე. და ასე შემდეგ, უკვე საკმაოდ კარგი აპლიკაციაა რა, ეს დააყენეთ ტელეფონს და შორიდან შეძლებთ ასკროლვას. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხი, ასევე გააქტიურეთ ძალისხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.